მათ ეს მომავალს ძალიან კარგად ხედავ იმ შემთხვევაში თუ მოვახერხე რომ ამ პრინციპით აღზრდილი ადამიანები ურთიერთობენ ჩემს შულთან. Also, Anina, du hast Kinesthetics kennengelernt. Kannst du sagen, wie das geschehen ist? ჩემი პირველი შეხება ნანასთან მოხდა მაშინ, როცა ჩემს შულს ჰქონდა ყველაზე მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ ყველა თერაპევტი საქართველოში მეუბნებოდა, რომ უბრალოდ უნდა ისდეს სახლში, არ გამოძრავდეს, არაფერი არ აკეთოს, იმიტომ რომ ეს არის ეს მოცემულობა, მისი დიაგნოზი. როდესაც პირველად ნანასთან შევედი, მეგონა მივდიოდი ადამიანი, რომელიც ბავშვს რაღაცებს დააჭერდა, დაამასაჟებდა, რაღაცებს გაუკეთებდა. 12 წლის იყო ჩემი შვილი მაშინ და ნანამ შეხედა როგორც პიროვნებას. დაელაპარაკა, თვალით კონტაქტი დაამყარა, აცადა სივრცეებს, ან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვს ეგრძნო, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას და არა ვიღაც ნებისმიერ სხვას. ანუ არც ერთი ნანას მოძრაობა მათისთან მიმართებაში არ ყოფილა სტანდარტული. ანუ თითქოს ჩემს შულს აკოპირებდა, თითქოს ანუ ცდილობდა მათ ეს რაღაცები გაეგოს. სწორედ მაშინ დავსუპირველად კითხვა რა არის ეს ცოდნა ამ გოგოს რო აქ რაღაცა კარგი იცის, მეც მაინტერესებს და მაშინ გავიგე პირველად ეს სიტყვა კინესთეტიკა. და რომ ვეუბნები რომ ეს კინესთეტიკა რა არის, იმიტომ რომ მე ვიცი წერტილოვანი მასაჟი, ვიცი რაღაცა ვარჯიშები, ნუ ეს კინესთეტიკა რა არის და ეს ძალიან მოკლედ მომიშორა იმ წელს ნანამ, იმიტომ რომ ჩემთვის არაცალ ჩემ შულთან მუშაობდა, რომ ეს არის ადამიანის პატივისცემა, მისი სივრცის, მისი დროის, მისი გარემოს და მე პირდაპირ ვთქვი, ხო ჩემზე მეტად ჩემ შულს ვინცემს პატივს და კინესთეტიკას რო გავეცანი, ნელ-ნელა რო ვიცნობ, აღმოჩნდა რომ თურმე ეს ის პატივისცემა, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა. ანუ ჩემთვის კინესთეტიკა იმაზე მეტი არის, ვიდრე ადამიანის დამასაჟება ან მოხმარება რაღაცაში. ანუ კინესთეტიკა არის სწორი პრინციპი, იმიტომ არის რთული, რომ საქართველოში ეს გავრცელოთ. ანუ ადამიანს შეიძლება ფეხი სწორი დადგმა ასწავლო და იმპულსის მიცემა, მაგრამ ეცი ადამიანის პატივი და გაიაზრე მისი იმპულსი, ეს არის ძალიან რთული. და ეს არის ის დიდი საქმე, რასაც ნანა შუქია და თქვენ ეჭიდებით. ანუ მე თეორიაში რაც არ უნდა ვისწავლო, ანუ მე ვერ გამოვალ ნანა და თქვენ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ემპათია განვითარებული ძალიან. Und jetzt arbeitest du und deine Assistentin und auch Nana, ihr arbeitet jetzt mit Mathe. Was ist die Wirkung, die du bei ihm beobachtest? მე ვერ ვარ ჩართული მათის ცხოვრებაში, ჯერ პირველი ჩემთვის შედეგი რაც არის ის, რომ ვუყურებ, მთლიანად აქვს დაჭიმულობა მოხსნილი თითქმის, ოღონდ ეს დაჭიმულობა არ არის ჩემთვის მარტო ფიზიკური დაჭიმულობა, ანუ უფრო თავისუფლად მოძრაობს. ანუ ნახეთ, თქვათ შარშან წინ ნანა მუშაობდა მხოლოდ მათესთან და ძალიან კარგი შედეგი იყო, იმიტომ რომ ეს წყურვილი რო ქონდა, ეს შიმშილი რო ქონდა, ეს რაღაც ეს მოძრაობები ამან დაუწია წელს. მას შემდეგ რაც ნანა ასისტენტი ქალბატონის შუქიას რჩევები, თქვენი რჩევები ჩაერთო, ჩემი შვილი სივრცეში მოძრაობს როგორც თინეიჯერი, თითქოს თავისთავი უფრო მეტად მოწონს. ამ ეტაპზე შედეგი ეს არის, უფრო მეტ შედეგზე ვერ გავდივართ, იმიტომ რომ ნანა არის ძალიან მარტო ამ სფეროში და არ აქვს ინტენსიური ხასიათი. ამ წამს კიდევ ბაბაი ყველაზე დიდი შედეგი რა გააკეთა კინესთეტიკამ და ნანამ მათისთვის, ისე რომ უყურებ მათის რაღაც მომენტებში ვეტყურო თავისთავი მოსწონს. აი ეს დავიჭირე წელს. შარშან ვეუბნებოდი რომ რა მაგარია კისერ წელს ასწორებს, თავისუფლად მოძრაობს. წელს როგორც მშობელს უფრო მეტი პლუსი მაქვს, იმიტომ რომ წელს ვაფიქსირებ რომ აი ესე რომ ჩამოჯდება, აი მოსწონს ეს თავისთავი და აი ეს არის რაც ნანამ აუხსნა და მისცა რომ მათი შეუძლია ხალხთან ესეთი იყოს და მადლობა. Und wie siehst du die Zukunft? მათეს მომავალს ძალიან კარგად ხედავ იმ შემთხვევაში თუ მოვახერხე რომ ამ პრინციპით აღზრდილი ადამიანები ურთიერთობენ ჩემს შულთან. არა აქვს მნიშვნელობა ეს სტომატოლოგი იქნება თუ სტილისტი, რატო უნდა ჭირდებოდეს ნანას მაკრატლის დაჭერა და თავის დროის დაკარგვა იმაში, რომ ჩემს შულს თმაში ეჭრას, იმიტომ რომ ეს უნარი სხვას არ აქვს. Und wenn du ihn mit einem Satz sagen müsstest, was ist Kinesthetik? გაგება და მოსმენა. გაგება მოსმენა და დაყოლება, რომ დაყვები ნებას ალბათ ეს სამი სიტყვა გაგება მოსმენა და დაყოლება. ესაა ჩემთვის.